ელენე ახვლედიანი ყველა ქართველისთვის გამორჩეულად საყვარელი ხელოვანია. მის მხატვრობას დღესაც აღტაცებაში მოჰყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამთვალიერებელი. რაც დრო გადის მისი შემოქმედება სულ უფრო და უფრო შეუფასებელი ხდება, რადგან თავად ელენე ახვლედიანმა შემოგვინახა თავის ტილოებში თბილისის ულამაზესი ხედები. ელენე ახვლედიანი წარმოშობით ლეჩხუმელი იყო, მაგრამ თელავში გახლდათ დაბადებული. მამამისი დიმიტრი ახვლედიანი დახვეწილი, ინტელიგენტი, სამხედრო ექიმი გახლდათ და თავისი საქმის პროფესიონალად ითვლებოდა. დედამისი ელისაბედ ერისთავი განათლებული, ლამაზი ქალი იყო. ელენე ახვლედიანიც მამამის დაიმსგავსა, მასაც უყვარდა სხვების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრების დახმარება. მხატვარს არასდროს იზიდავდა სიმდიდრე და ფუფუნება, ის ყოველთვის უბრალო და მოკრძალებულად ცხოვრობდა. მართლაც რომ ელენე ახვლედიანი არაორდინალური პიროვნება იყო. მას თავისუფლად შეეძლო ძვირფასი საძინებელი ჰქონოდა, თუმცა ის რატომღაც ძველებურ ტახტს ამჯობინებდა. მას არც ფუფუნების საგნები იზიდავდა. მისი ფუფუნების საგანი მხოლოდ და მხოლოდ ფერწერული ტილოები იყო. ერთ-ერთი მდიდრული საგანი როიალი ჰქონდა, რადგან მუსიკოსების მხატვრების წრეში ტრიალებდა. სალონად ქცეულ მის სახლს სტუმრობდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, ლადო გუდიაშვილი, ნატო ვაჩნაძე და სხვები. იგი ქართულ და დაღესტნურ ჭურჭელს აგროვებდა. მის სახლ-მუზეუმში მე-16-13 საუკუნეებში გაკეთებული ჭურჭელია დაცული. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩეოდა ემოციურობით, რომანტიკულობით და მდიდარი ფერადოვნებით. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია ძველი თბილისი, კახეთი, ზამთარი, იმერეთი, შემოდგომა და სხვა. მოგესალმებით ქალბატონ თამილა, დიდი მადლობა რომ აი ასე გულთბილად დავგვხვდით. ჩვენ აუცილებლად შევეხებით, რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგად ცნობილ, საყვარელ და გამოჩენილ მხატვარს ქალბატონი ელენე ახვლედიანს. დიდი სიამოვნებით მოგესალმებით თქვენ ქალბატონო შორენა და თქვენს მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა რომ ინტერესდებით ქალბატონი ელენეს შემოქმედებით. ელენე ახვლედიანი იმ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც გასული საუკუნის 20-იან წლებში თანამედროვე და ქართული ხელოვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების საქმეში ძალიან დიდი როლი შეასრულეს. ელენე ახვლედიანი დაიბადა 1898 წლის 18 აპრილს ქალაქ თელავში. რატო დაიბადა თელავში ეს ლეჩხუმელი ქალბატონი, ხო? მამა გახლდათ ექიმი, რომელმაც კიევში დაამთავრა სამხედრო სამედიცინო სასწავლებელი და განამწესეს სამუშაოდ თელავში და აქ ხვდება ულამაზეს ქალბატონს ელისაბედ ერისთავს და მათ ოჯახში დაიბადა 5 ბავშვი, რომელთაგან ყველაზე უფროსი იყო ელენე ახვლედიანი და იცით აი რაღაცნაირი გამორჩეული ბავშვი იყო. მის მამას ყავდა არაჩვეულებრივი მეგობარი ქართველი შვილი, რომელიც ძალიან კარგად ხატავდა და გარეგნულათაც ძალიან ლამაზი იყო და ხო არის ხოლმე რომ ბავშვებს აი მშობლების მეგობრები ძალიან მოსწონთ და ცდილობენ რომ მათ დაემსგავსონ. და აი მართლაც ქალბატონმა ელენემ ეს განახორციელა და ესეთ მისი აი ქართული შვილის ნახატები თურმე საწოლთან ქონდა ჩამოკიდებული და ძალიან
ძალიან ხშირად უყურებდა ხოლმე და ცდილობდა რომ აი ასე დაეხატა. და აი ასე გაიღვიძა მასში მხატვრობის ნიჭი. მთელი თავისი ცხოვრება შეალია მხატვრობას, რომელიც იყო მისი ამოსავალი წერტილი და მართლაც ძალიან პროდუქტიული მხატვარი იყო, ძალიან დიდი შემოქმედება დატოვა და რომლის ნაწილიც, რა თქმა უნდა, გამოფენილია სახლ-მუზეუმში, ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი ნამუშევრები, მაგრამ კიდევ უფრო კარგი ნამუშევრები არის სხვაგან კერძო კოლექციებშიც, ხელოვნების მუზეუმში, უცხოეთში არის ძალიან ბევრი, ასევე კერძო კოლექციებში. მისი შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო ის, რომ გაეყიდა მისი ნამუშევრები, თუმცა არ უყვარდა გაყიდვა, იმიტომ ჯერ ერთი ძალიან ენანებოდა და მერე უფრო ჩუქება უყვარდა ვიდრე გაყიდვა, მაგრამ მაინც უწევდა რომ გაეყიდა ეს მისი ნამუშევრები. საინტერესო იქნება ასევე რაიმე კურიოზი თუ გადახდენია და ალბათ კიდეც ან არა ერთი თავად იუმორის მოყვარული იყო ქალბატონი ელენე ახვლედიანი, როგორც ვიცით. კურიოზები ძალიან ბევრი ქონდა, მაგრამ აი ერთ-ერთი გამახსენდა ახლა ყოველთვის არ წარმოგიტივტივდება ხოლმე. ძალიან ახლოს მეგობრობდა ქალბატონ ნათელა ურუშაძესთან. და ეცეთ ასევე ფარაჯანოვთან იყო ძალიან ახლოს და ფარაჯანოვს უყვარდა ხოლმე ჩუქება რაღაცეების, ჩუქნიდა ელენეს და ელენეს ჩუქნიდა ხოლმე, ხან ცვლიდნენ რაღაც ნამუშევრებს და ერთხელ თუნდაც მოეწონა ძალიან ფარდაგი, რომელიც ეხლაც კიდია მის სახელოსნოში ფარაჯანოვს და უთხრა ელენემ ჩამოხსნი და გაჩუქებო. და ქალბატონ ნათელას ძალიან გული დაწყდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ფარდაგია და ადგა და დამალა ეს ფარდაგი. და რომ უნდა მიეცა, ვეღარ ნახა, იცით? გაგიშტა. იარა, ეძება და მერე ბოდიში მოუხადა, რა ვქნაო, მოვნახავ მერე და მერე მოგაწოდებო. და გავიდა დრო და ქალბატონ ნათელამ როდემდე დაუმალავდიო, ხო? და გაუმხილა რომ ასე გავაკეთო. და ისე გაბრასდა, თუმცა ძალიან და აბა ეხლა წადი ეხლავე აქედანო და გამომაგდო სახლიდანო. გამომაგდო წამოვედიო და რომ მოვედიო, მესმისო რომ ტელეფონი რეკავსო და აიღო დედაჩემმა ტელეფონიო და კაცო რა მოვიდაო ამ ელენესო მე რამდენჯერ დარეკაო. ხო და გადმომცაო ტელეფონიო და მეთქვა გოგო განამართლა გაგაგდე მოდიო. ალბათო მანანა საინტერესო იქნება გითხრათ როდის დაარსდა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, მისი მნიშვნელობა და ისტორია. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი დაარსდა მისი გარდაცვალების შემდეგ. გარდაიცვალა ქალბატონი ელენე 1975 წელს, ხოლო 76 წლიდან აქ უკვე დაარსებული იყო მისი სახლ-მუზეუმი. სახლ-მუზეუმი, ანუ ყველაფერი ისე დევს და კიდია, როგორც იყო მისი ცხოვრების პერიოდში. ეს არის განსაკუთრებულად რაღაც მონუსხული მისი სულიერებით გარემო სამყარო და ეს საერთოდ იყო მისი სახელოსნო, რო ჩამოვიდა უცხოეთიდან, მაშინ გადასცეს ეს როგორც სახელოსნო, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრება მან გაატარა ამ კედლებში, აქ ხატავდა კიდევაც სტუმრებს, ღებულობდა, აქ იძინებდა, ბავშვებს ამეცადინებდა და არის ყველაფერი მონუსხული მისი აური. და აი ეს როიალით ბლუტნერის არაჩვეულებრივი, რომელიც დღემდე ჟღერთ გადასარევად, არის ჩვენი მაშინდელი კულტურის მინისტრის თაქთაქიშვილის ნაბოძარი, იმიტომ რომ უთხრა ელენე, შენ ეს პიანინო არ შეგფერისო და აკაურობის არ მოუხდებაო და აი ასეთი შავი როიალი ბლუტნერის აჩუქა, სადაც აწყობდნენ საღამოებს, სალონური საღამოები ეწყებოდა და ყოველთვის აი ამ ღია ფანჯრებიდან მისი სახლის ჰანგები ისმოდა.
ასევე აღსანიშნავია მისი სასადილო ოთახი, სადაც მაგიდასთან ხდებოდნენ მისი მეგობრები, იკრიბებოდნენ. აქ ყველაფერი არის ძველებური, ესე იგი, არის ქართული, ანუ ისა, როგორ ვთქვა, თითქოს ქართული ხელოვნების მუზეუმი, მინი პატარა მუზეუმი არის აი ამ მის სახლ-მუზეუმში. იმიტომ რომ რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერი არის ძველი ქართული.